სამთავრობო არხზე იყო ეს ვაჟბატონი, ეს საქართველოში ხო ეს კულინარიული შოუები არის და მოყავთ 1000 ჯულის გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც იქ განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც აკეთებენ საჭმელებს რა. და პირველ არხზე საზოგადოებრივ ხო და აი ეს ვაჟბატონის გამოდიოდა ერთ-ერთ სამთავრობო არხზე და ეხა ეს სამთავრობო არხიც ხო თავშესაფარია ნაცების. ეხლა ნაცმა თუ არ დაწერა განცხადება წასვლის შესახებ, ისინი არ აგდებენ. ეხლაც ალბათ იმ გამოთავისუფლებულ კვოტაში ისევ ნაცები შემოხლეს. აი ეხლა ნახეთ ეგ. რაღაცა კრიტიკულ ზღვარს აღწევს უკვე ყოველდღე, ანუ ეს არის ფაქტიურად ჩამოშლის პირას არის სრულიად და თან ამდენი წელი ქართული კულინარიის და მომსახურების კულტურის შენების მერე ძალიან ცუდი გეზი ავიღეთ ჩვენთვის. ზოგადად, იმიტომ რომ ანუ ქართული კულინარია თავიდან მომზადდა იყო იმის რომ გახდა იყო გლობალური ექსპორტი ევროპისთვის და დანარჩენი სამყაროსთვის და ეს გზები ნელა გვეპეტება. თან ამასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი წადი შვილო მწვადი შეწვიდა. წადი რა რაღაცა ისევ მწვადი შეწვიდა, ისევ რაღაცა საჭმელი გაამზადე, გამომივიდა და ყველაზე სასწაული იცი რა არის, ის მწვადიც არ გამოუვა ამ საცოდავს, რატო იცი? იმ დღეს გამოვიდა პირველ არხზე მეორე იმასთან, რა ქვია, გადახრილ ადამიანთან, გორგილაძესთან, აი ეს ვაჟბატონი. და რატო გამახსენდა ეს რომ გამოვიდა იქა? ეს კარგად გავჯორე ერთხელ და ეხლა გამახსენდა, ეხლა აი ესეთი გასაჯორი ხალხი ყავთ ამათ ამ ნაცებს და ნახე რა სიძახის ეხლა. ეს ქართული კულინარია არის ნაბიჯვარი კულინარია, პონთ არა რაღაც გინების მხრივ, არამედ აი გენეტიკურად ნაბიჯვარი კულინარია. ხო მე ანუ შემაძლებლად ჩვენ ვართ ვინ წოდეს მე გადაგვია და გაგვაპატიურა ყველაფრის ნაზარი ვართ ჩვენი კულტურა. და ეგ არის ყველაზე დიდი საგანძური რაც გვაქვს, რომ მადლობა მონღოლებს, სპარსებს, ბიზანტიელებს, ყველას რომ გადაგვიარეს და დაგწვეს და ის ვიქნეს, მაგრამ აი ხლა ესეც დაბოლილია, არ ვიცი. ესე იგი მონღოლებს ჯერ ეხა შეიძლება ადამიანმა თქვა, რომ ჩვენი კულინარია შეიცავს რაღაცა აღმოსავლეთის, დასავლეთის რაღაც ნაზავს, მაგრამ ნაბიჯვარი ხარ შენ, შესაძოდავ. შემართლა ნაბიჯვარო შენა რა. ხალხი რო ჩამოდის, აქა პირველი რაზეც გიждდება, ეს არის ქართული კულინარია, რომელიც არის შეტანილი იუნესკოს მიერ და როგორც კულტურული მემკვიდრეობა ქართული კერძები და ქართული სიმღერები და გამოდის ესა და მადლობა მონღოლებს რომ გადაგვიარეს. მართლა გადასავლელი ხარ და მართლა ნაბიჯვარი ხარ შენ, მართლა რა შეუპატრონო შენ. ესე კაცი რომელიც მადლობას უყიდეს მონღოლებს იმის გამო რომ თურმე რაღაცა საჭმელი შემოგვიტანეს, ამი ღირდა ესე იგი თურმე იმათ რაღაცა საჭმელი რო შემოიტანეს იმათმა ქართულ კულინარიაში, ამისთვის ღირდა რომ მონღოლებმა გადაგვიარეს. გესმის შენ? ესეც დაბოლილია, არ ვიცი.